დღეს ვიწყებთ საბურავების არჩევას, რომელიც უნდა გამოაგზავნოს საქართველოში საწყობისთვის, რომელზეც წინა ვიდეოში ვისაუბრე. დღეს არის 16 აგვისტო. კონტეინერი დაბარებულია 20-ში. გვაქვს 4 დღე, უпростоრად 3 დღე საბურავების ასარჩევად, პლუს 1 დღე ჩასალაგებლად ჩასატვირთად. ხო, ამიტომ ჩვენი გეგმა არის 2500-ის საბურავამდე გამოაგზავნოთ. 4 დღეზე რო გავყოთ, უბრალოდ 600-700 საბურავი ნაორჩიოთ დღეში, რა. ეხლა ძალიან ადრეა დილა არის. და დავიწყებთ არჩევას და თან პატარ-პატარა ვიდეოს შევმთავაზებთ, ხო. აიგა, ხო, რა უნდა მეთქვა. იმ ქალაქში ვარ, სადაც რაღაც ვირუსია გავრცელებული. ჩინეთში, ალბათ სიახლეებს ნახავთ. კოღოებს გადავაქვს და ამით ვერძვით. ეს არის რაღაც დაპრესილი ბალახი ამ მცენარე, ბუნებრივია რა, რომელსაც სუნი თითმე ვერძნო ამის სუნს. უბრალოდ კოღოებს ატომაც არ უყვართ და დავდივართ ასე. ეს დაახლოებით 1 საათს ძლებს, 2 საათამდე, თუ ხარი არ გვერდს 2 საათამდე ძლებს. ესე გასცეს ბოლი. და კოღოები აღეკარებიან. ესე ებრძვიან ჩინელები ამ კოღოს. თუ მიკმინეს შეიძლება ავიგე დაავადება, რომელიც 38-დან 40 გრადუსამდე სიცხეს მომცემს კაი ხნის განმავლობაში. ამიტომ რა ვთხილობ ამით. კაი, წავედი. სად მივდივართ და ჰონკონგში მივდივართ. რატომ მივდივართ ჰონკონგში? გამბაჟა უნდა გაკეთო. იმისთვის რომ კანონი არ დავარღვიო, ესეთი ვარიანტია რა. 90 დღე შემიძლია ჩინეთში ყოფნა, მაგრამ ერთიან 90 დღე არ შემიძლია ყოფნა. მაქსიმუმ არის 30 დღე შემიძლია. მაგიტომ მივდივართ ახლა ჰონკონგში. უნდა გადავლახო საზღვარი. ჰონკონგი საზღვარია თუ ცალკე? ავტონომიური რესპუბლიკაა? ავტონომიური რესპუბლიკა და ადრე ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს. და შემდეგ ჩინეთმა უკან დაიბრუნა. აჰა. და დარჩენილი აქვს ჩუვალში ჩვეულებრივი სასაზღვრო პოლიტიკა. უნდა გადავლახო საზღვარი იქით. გავიდე, დავტრიალდე და უკან შემოვიდე. და ისა ჩინეთში ვარ. წინაზეც გავაკეთე ეგა. უკვე. ეხლა მეორედ მიწევს. რომ ჰონკონგი და მესამეთვის ათლა დაიწყოს. წინაზე ძალიან მარტივად გავიდი, შემოვიდი ეგრევე. ოღონდ ვერ დავთვალე ჰონკონგი ძალიან წვიმდა ახსოვს. დავწყვეტო. მეც მინდა ჰონკონგში წასვლა და რა ვქნათ ახლა დღეს დავიკიდოთ საბურავები. არა. ხო, უყურე ახლა რა თემა აქვს. 20-ში საბურავების კონტეინერი გამოსაგზავნე, სადაც 2300-400 საბურავი ჩავდოთ. 2500 იყოს. არც ჩემი არჩენი, 2500 საბურავი ჩადება გვინდა. დღეს არის 17 თუ 18, 17-ია დღეს. დაგვრჩა 2 დღე საბურავების ასარჩევად, მაგრამ მე გადაცილება არ შემიძლია. ამიტომ მოდივართ ჰონკონგში პარალელურად. იქით ჩენი საბურავებს ეძდება. რადგან ვჩქარობთ, დილით ვერ გამოვიქეცით, აგერ არის რომ ესეთი. 10 საათი. 10 საათია 20. აგარ დილას ამოსვა. არა, იმიტომ წამოვიდით ამ დროს რომ ვიტყვი. ჩინეთში არსებობს მანქანის ნომრების პოლიტიკა დიდ ქალაქებში. იმის გამო რომ შენჟენი არის დიდი ქალაქი და ჩემი მანქანის ნომერი არ იწყება შენჟენის ქალაქის ნომრით, ანუ ყველას აქვს მაგალითად A, B, C ასე შემდეგ, ყველა ქალაქს თავისი ის აქვს. არ შემიძლია დილის 7-დან 9-მდე გადაადგილება შენჟენში ამ გვანჯოუში და საღამოს 5-დან 7-მდე ვერ გადაადგილდება ქალაქში. ათალია, ბევრი არიან და ეგრე აგვარებენ ამ პრობლემას. ხო და მოკლედ, ეხლა ჩავალთ ჰონკონგში. კარგი დღე შეხვდა დღეს. პროსტა დღესაც ვერ ვასწრებ დათვალიერებას. და მე მგონი ისე ჩამოვალჩენით და რომ ვერ დავთვალიერებ ამ ჰონკონგს. მინდა გაჩვენოთ სამოსიდა ინვენტარი, რომელიც გვჭირდება მუშაობისთვის. პირველ რიგში მაიკა, რომელიც აუცილებლად დაისრულება. შემდეგ შორტი, ფეხსაცმელი, რომელიც საბურავებისგან შავი გახდება. ასევე კოღოებისგან დამცავი სითხე, ევკალიპტის არომატით, რომელიც აფრთხობს კოღოებს. ერთადერთი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც გიცავს დაზიანებისგან, უშუალოდ საბურავზე შეხების დროს. წყალი, ძალიან ბევრი წყალია საჭირო ყოველდღიურად. ასევე მაქვს კოღოებისგან დამცავი კვამლის ჯოხი, რომელიც აგერ ხედავთ როგორ ანთია და უშვებს ბოლოს. სამუშაოს დაწყების წინ ყოველთვის ასე ვემზადებით, ვისხავთ სითხეს კოღოებისგან დამცავს.
ისოთ იმ ადგილებზე, რომლის დაფარვაც არ ხდება დასასრულით, მაგალითად ხელები, ფეხები. ვიდეოში ისმის წვიმის ხმა. არა მარტო ამ მომენტში, არამედ ბოლო 14 დღეა გადაუღებლა წვიმს. დაიტბორა ჩვენი ქალაქის უმეტესი ნაწილი, მინდვრები, პანები და ამ შემდეგ ყველაფერი პეტროლია, აძლებულია მდინარეები, კოღოების ეპიდემიაა და ეს წვიმა უფრო ხელს უწყობს, იმიტომ რომ ყველგან კოღოები მრავლდებიან და ძალიან ბევრი კოღოები დაფრინავენ. მით უმეტეს საწყობში, საბრალოების სანამ საწყობამდე მომაგზაში წვიმაში ხდება. მასში ჩადის წყალი და გროვდება. ხოლო შემდეგ საწყობში გადახურულ შიდევს და შიგნით დარჩენილი წყალში კოღოები მრავლდებიან. ამიტომ ყველა საწყობში ძალიან ბევრი კოღო დაფრინავს და ამ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით საჭიროა ყველანაირ დაუცვათ თავი. სადაც დავდივართ ეს ბოლო თან დაგვაყოლოს. ჩინელებსა და ჩემს შორის კომუნიკაცია ხდება ჟესტიკულაციით, რაღაც საერთო ენა გავუნახეთ ჟესტიკულაციით და ამის საშუალებით ვაგებინებთ რა გვინდა. უკიდურეს შემთხვევაში Google Translate-ი ჩვენს ვორდით არის. რამ ხეცი მანქანა გენოცვა. შუქები დამჭა. შუქები რომ იქებოდა. ვიცრობ. ეგონი დაიხაცო. დავიდა ჩვენ საბრალოზე. აბა. რესორეზე. ეს კონტეინერი ადგას. ეს არის საწყობი, საიდანაც მოგოქვს საბურავები. გათვალიერებინებთ, აქეთ უსაბურავებია, იქითაც უსაბურავებია. აქეთაც უსაბურავებია. აქ ალაგია ზომებად ალაგებული. ეს აპირველი მიმღების ცენტრი, აქედან იღებენ. ის ბიჭი ამოწმებს, სანამ გასდის თუ არა. თუ გასდის, ნიშნავს და არემონტებენ. ხოლო აქეთ თუ გამგომარეობაშია საბურავები გასაყიდად გამზადებული. რომლებიც ჩვენ უნდა წავიღოთ. უნდა წავიღოთ, ჩვენ წავიღოთ. აქ სივრცეულს ესენს ჩვენ წავიღეთ. აქ ყველა გაგუშინე 200 საბურავზე მეტი, თუ წავიღეთ. ახლა ეს ზოლია ჩვენი. მაგ მანქანაში უნდა შევაწყო ეს ზოლი კიდევ. აქაც თვითონ სივრცეულია ყველაფერი ჩვენ ვზდით. აქეთ. ესეთი პრინციპი აქვს, ესეთი პრინციპი აქვს და ეს საბურავები რა. ხოდი ხლიანად საწყობს განახებთ. ჩვენ გამოვიდეთ. ეს ხო ერთი ფთა, სულ არის 3. სულ არის. იქითაც საწყობია ეს დიდი. აი. აქაც ამოწმებს. ეს აპარატები უდავთ ბევრგან. გადახედეთ. მოკლედ იქით კინამდე ის არის საწყობი აქეთაც. ძალიან ძალიან დიდი და იქ არის მესამე ფთა რა. ამ კედლის იქით ერთამდენი არის. დანა. მე წავიდე მაგით. საბარენ ზოგონდე გაჩვენეთ. ათასობით საბურავი ულაგია. ასწავლი? პროსტა როგორ უნდა გამოვიდა? აქედან გახვალ? და 2340 საბურავი გამოიყურება, აი ეს. ერთმანეთში ჩალაგებული 300. აი ამ კაცებმა ერთ დღეში 1 2 3 4 5 5 მომასწრა.
times I've been driving this train. Years in this lane, there's no stopping this flame. Cause I came to the game and I changed it to play how I like, rearranged it to my own domain. Yeah, I got what it takes, made lots of mistakes, taking shots, skipping breaks, feeling lost, feeling great, popping off, singing straight, never stopped, never changed. All the squad here to play and I've got something to say, yeah. I work hard each and every day, I get lost in the words I say. I don't push pause, no I push play. I won't stop till I make it. ასეთი სიტუაცია გვაქვს. 2350 წლის საბურავი ხონდა ერთმანეთს ალაგებული რა. და ფიქრობდით კონტეინერში შეეტევა თუ არა. გვეგონა რომ ვეჩაკვეთ რა მაგას. მაქსიმუმი ვერ ვაჩავლებ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და გვაკვდება. აი რა ხდება. შეიძლება იქით ალაგები და რაღაცის. ახლა უნდა წავიდეთ, მოვიდავნოთ საბურავები და დავამატოთ. ნახევრად არის სკოლა გამოვიდა. ნახევრად არის რა. ალბათ ერთი 150 წლის საბურავი 100 წელი ჩაეტევა. რეკორდი იქნება კონტეინერში ერთგულად ჩაწერილი საბურავები. შეეძლება. ტეტრისი ვისაც გითამაშიათ ასეთი რაღაც მოიქნა. მარიას არის ვარისე, მაგრამ ეს უძალჭი ასწავლება. ზევით არის დასალაგებელი, რომელზეც ვერ წვევია. ამიტომ მოაყენეს ეს მანქანა. და მას მანქანის საკეთ უნდა მოაყენონ ეს რაღაც პატარა მოტო. ამ მოტოზე ადებენ, ამაზე ადებენ, და მე ზევით მიაწვიან. იმები არის. ერთი საბურავი აღარ დამიტოვეს საწყობში. ყველაფერი დააწყეს. ეს ენიან ბოლო საბურავებს. ხორჩა? მაინც დაგოკვდა, ხო? აი ეს დაგოკვდა. სანდეიცად. ორი წელი კიდე შეედეოდა. იქ რო კენტებათაა გამოვშვისო. ეს არა, დახუროთ ეს. როგორი? დავი გამოვშვი. რა, უეთევა შევაგვა. კაი დაიგიდე. აი ესე გამოიყურება სავსე კონტეინერი. ზევით 2 წელი შეეტეოდა. არა. საბოლოოდ რამდენი გამოვიდა? 2400 რაღაცა, 500-მდე. დახურეთ. აი ამ კონტეინერს გავხსნეთ ჩვენ საწყობში. ჩვენი საწყობისთვის. დაიმახსოვრეთ, ესე გამოიყურება. MSC-ია წერია გვერდზე. რა ქვია მას პლომბი თუ? პლომბი და ეს. ესა ჩვენი цаრიელი საწყობით გამოვაჩინოთ ბარე. ერთ დროს თუ სავსე იყო.